ნახოთ მეგობრებო, რა გელოდებათ სექტემბრის თვეში, რა გილით სექტემბრის თვეში. ნახოთ აბა. პირველ რიგში მეგობრებო, ნახეთ, აქ იქნება აუცილებლად რაღაც ილუზიებიდან გამოსვლა, ილუზორული მდგომარეობის დატოვება. ცხადია, ვიღაცისთვის ეს იქნება საკმაოდ ინტენსიური და ტკივნეული, არასასიამოვნო, ბევრისთვის კი ეს იქნება ფაქტობრივად შეუმჩნეველი. შესაძლოა თქვენ უკვე ხართ ასეთ ენერგიებში და ნახეთ, რაც ყველაზე მთავარი არის, ეს არის ის, რომ თქვენ შეძლებთ რომ გამოხვიდეთ არა მხოლოდ ილუზიებიდან, არამედ რაღაც ნეგატიური მენტალური მდგომარეობიდან. მაგალითად, როგორ თქვა, როდესაც ჩვენ ილუზიებიდან გამოვდივართ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად თან მოყვება საკმაოდ ნეგატიური ემოციები, ნეგატიური მდგომარეობები, ხო? ზუსტად იმის გამო, რომ რაღაც ოცნების კოშკები ჩამოგვეშალა, ხო? მაგრამ ნახეთ, თქვენ ამას აუცილებლად დააბრკოლებთ. გარდა ამისა, თქვენს რეალობაში მოდის რაღაც ახალი მიზნები, თითქოს დაისახავთ რაღაც ახალ მიზნებს, იქნებით ახსავსე ენერგიებით, მოტივაციით, სიცოცხლო ძალითა და ენერგიით. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა გელოდებათ სექტემბრის თვეში. სხვათა შორის დავამატებდი ასევე იმას, რომ აუცილებლად დააბრკოლებთ რაღაც ერთ კონკრეტულ პრობლემას. შეძლებთ რომ გაიმარჯვოთ საკუთარ თავზე და ეს ერთი კონკრეტული პრობლემა თითქოს ეხება თქვენს მენტალურ მდგომარეობას, რაღაც თქვენს დარდებს. ჩანს ასევე ფინანსურ მატერიალური ასპექტებით ზრდა. ვიღაცისთვის ეს იქნება კარიერული ზრდა, ვიღაცისთვის დაწინაურება, ვიღაცისთვის უბრალოდ ფინანსური ზრდა, ასეთი რაღაცა სავსებით შესაძლებელი არის. და ძალიან ბევრ თქვენგანთან აქ მოდის ენერგია, სადაც თქვენ შეძლებთ დატოვოთ თქვენთვის არასასურველი სამსახური, თქვენთვის არასასურველი ფინანსური მდგომარეობა და ნახეთ, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგანი აუცილებლად წავა კონკრეტულ ადგილას, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა ეს იყოს ის ადგილი, სადაც ბავშვობაში გაიზარდეთ, ხო? და ნახეთ, აქ იქნება ოჯახის წევრებთან ან თითქოს თქვენს ბავშვობასთან შეხვედრა. ყველასთან ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, გავიმეორებ.